გასულ წელს დევნილთა სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში 550-მდე დევნილი ოჯახის თუ კერძო სახლი შეიძინა. მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში უწყების ქვემო ქართლის ტერიტორიულ ორგანოში 150 განაცხადია შესული. დოკუმენტაცია სამინისტროში მოქმედ კომისიას განსახილველად უკვე გადაეგზავნა. პროცედურების დასრულების შემდეგ სუბარის უწყება დევნილებისთვის კერძო სახლს თავისი საკარმიდამო ნაკვეთით შეისყიდის. პროექტის ფარგლებში დევნილებისთვის თანხები ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. მინისტრის ბრძანების მიხედვით მაქსიმალური თანხა 31,000 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პროექტის ფარგლებში 20,000 ლარი იხარჯებოდა. შევიდა ახალი ბრძანება ძალაში, სადაც უკვე თანხის დაფინანსება, თანხის ოდენობა არის განსაზღვრული და გამოთვლა ხდება ამის ოჯახის სულთა რაოდენობის მიხედვით და იწყება მინიმალური ერთიანი ორსულიანი ოჯახისთვის არა უმეტეს 17,000 ლარის და მაქსიმალური არის 8 და მეტი ოჯახის წევრისთვის არა უმეტეს 31,000 ლარის ოდენობით.